მოგესალმებით, ეთერშია მოამბე 10 საათზე ახალ ამბებს მარიამ ვაშაძე გაგაცნობთ. უკვე 1 საათია მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. პრემიერმა სხდომის დაწყებისას გაზპრომთან მოლაპარაკებებსა და ლარიზაციის გეგმაზე ისაუბრა. ნათია ქენკაძე ჩაგვერთვება დეტალები დღია ეთერში. ნათია, გისმენთ. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება გაზპრომთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. მინისტრთა კაბინეტის წევრებს დეტალურ ინფორმაციას მიაწოდის ენერგეტიკის მინისტრი, რომელიც ახლახანს დაბრუნდა მინსკიდან და გამართა შეხვედრები გაზპრომის წარმომადგენლებთან. კახიკალაძე მიაწოდის მას ინფორმაციას შეხვედრის შედეგებზე, რის შემდეგაც მთავრობამ უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება. დღეს პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკის მინისტრს სთხოვა, რომ სხდომის დასრულების შემდეგ მინსკში გამართული შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია მედიასაც მიაწოდოს. ბატონი კახიკალაძე დაბრუნდა მინსკიდან, სადაც გაიმართა გაზპრომ ექსპორტთან მოლაპარაკებები და დღეს ვიხილავთ მთავრობის სხდომაზე იმ წინადადებებს, რომლების მიღწევაც შესაძლებელი გახდა ამ მოლაპარაკებების შედეგად და ასევე მთავრობის სხდომის შემდეგ ბატონი კახი გააკეთებს განმარტებებს იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელსაც მიიღებს მთავრობის სხდომა ამ საკითხთან მიმართებაში. მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელებენ ლარიზაციის სქემასთან დაკავშირებით, როგორც ცნობილია, ეს გეგმა უნდა ამოქმედდეს უკვე იანვრიდან, 17 იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში გეგმის ნაწილი და სწორედ ამ ნაწილს წარმოადგენს დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი. პრემიერმა დღეს ასევე ფინანსთა მინისტრს სთხოვა, რომ ლარიზაციის გეგმაზე სხდომის დასრულების შემდეგ დეტალურად ისაუბროს. გიორგი კვირკაშვილმა ისაუბრა ამ გეგმის მნიშვნელობაზე, მისი განცხადებით, მისი ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება დამოკიდებულება დოლარზე, რაც ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურება შეუწყობს ხელს და საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ექსპორტთან მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ეროვნულ ბანკთან ერთად სესხების ლარიზაციის გეგმა. მოგესწრებათ ასევე, რომ ჩვენ ვიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას 2017 წლის იანვრიდან და ერთჯერადი ლარიზაციის სქემა ამოქმედება უკვე 17 იანვრიდან. ამიტომ დღეს ფინანსთა მინისტრის გამოაქვს მთავრობაზე დასამტკიცებლად ეს კონკრეტული დეტალები, ჩვენ განვიხილავთ ამ დეტალებს და მე მინდა ვთხოვო ფინანსთა მინისტრს, რომ მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთოს ძალიან დეტალური განმარტებები ამ პროცესის და პროცედურების შესახებ, იმისათვის, რომ ამოიწუროს ყველა შესაძლო შეკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთი თემა, რომელზეც დღეს მთავრობის მეთაურმა ისაუბრა, უკავშირდება რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ მდებარე ბარებს და სხვა გასართობ დაწესებულებებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ აქ ხდება კანონდარღვევები, არ უშვებენ ქართულ მამაკაცებს და ხდება მხოლოდ ქალების შეშვება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა და მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, ამიტომ მან დღეს დაავალა შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში შეისწავლოს საკითხი და მოხდეს პრობლემის გადაჭრა. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი იძლევა საშუალებას, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას. როგორც მე ვიცი, ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და სამწუხაროდ უშვებენ მანდილოსნებს მხოლოდ. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მე მინდა რომ ყველანაირი ცხელი ემოციებისგან ჩვენ თავი შევიკავოთ და კანონის კუთხით მიუდგეთ ამ საქმეს. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც სამწუხაროდ გაშუქდა, რომ არის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელი, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ამ კანონით ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ასეთ შემთხვევებში დავიცვათ ჩვენი უფლებები. თუ ეს არის რაიმე დახურული ტიპის კლუბი, მაშინ მას უნდა კონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის. თუ ასევე იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ ასეთი არც ტურისტი გვინდა და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს. მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ ახალი საწარმოების შექმნის საკითხზეც. პრემიერის განცხადებით, აწარმოო საქართველოს ფარგლებში შეიქმნება 3 ახალი გადამამუშავებელი საწარმო. პრემიერმა დღეს მოსახლეობას მოუწოდა, რომ ადგილობრივი პროდუქციის შეძენით მათაც შეუწყონ ხელი საქართველოში წარმოების განვითარებას.
მადლობა ნათია ქენკაძე საუბრობდა მთავრობის ადმინისტრაციიდან პირდაპირ ეთერში. გაზპრომ ექსპორტის წარმომადგენლებთან მორიგი მოლაპარაკებები დასრულდა. ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მინსკიდან გამთენიისას დაბრუნდა. გაზპრომი საქართველოს სომხეთისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის 10%-ის სანაცვლოდ ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლას თავაზობს. კალაძე შეთავაზების დეტალებზე არ უსაუბრია. ძირითადი საუბარი იყო ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ მიმეორებ, წინა შეხვედრები იმდენად შორს და განსხვავებული იყო ჩვენი პოზიციები ერთმანეთის გამო, საერთოდ საუბარს აზრი არ ქონდა, თუმცა დღევანდელი შემოთავაზება საინტერესოა. წინადადება არის ბოლო შემოთავაზება. ვფიქრობ, საინტერესოა, მთავრობაზე ვიმსჯელებთ და შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება მიღებული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს შეწყვეტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული ძეგლების დაზიანება. უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია. საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების მორიგ ფაქტს, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვეტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული ძეგლების დაზიანების და განადგურების პრაქტიკა. აღნიშნული უკანონო ქმედება კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე. სამინისტრო მოუწოდებს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და დაცვის მიზნით ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ოკუპირებულ აფხაზეთში სოფელ წებელდაში რუსეთის მიერ სამხედრო პოლიგონის მშენებლობას უარყოფს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო რია ნოვოსტი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ამ მიმართულებით სამუშაოების წარმოებას უარყოფს. სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურში გაუგნება გამოიწვია საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო საკითხებში მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებამ აფხაზეთის სოფელ წებელდაში თისგოს და რუსული სამხედრო პოლიგონის მშენებლობის შესახებ. არავითარი სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოები სოფელ წებელდაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მეშვიდე სამხედრო ბაზის ინტერესებში არ არის და არც იგეგმება, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ფარული მოსმენების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებს ართმობენ, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მათ მიერ შეთავაზებულ მოდელს აკრიტიკებს, მესამე სექტორი საკამოძიებო უწყებებისგან დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას მაინც მოითხოვს. არასამთავრობოების წარმომადგენლები უსაფრთხოების სამსახურის ხელში ფარული მოსმენების ეგრეთ წოდებული გასაღების არსებობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებენ. საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გუშინ გაიმართა, საბოლოო ვარიანტზე შესათანხმებლად ჯგუფს ვადა 31 მარტამდე აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, სწორედ ამ დროისთვის უნდა შევიდეს დაწნებულ კანონში ცვლილებები. საპარლამენტო სიიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ამოღების მოთხოვნით სერგო რატიანის მიმართვის განსახილველად ცესკოს ვადა დღეს ეწურება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ კომისიის ხდომა დღეს არ გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო სიიდან 6 წევრი ავტომატურად იქნება ამოღებული. აღნიშნულ საარჩევნო კოდექსის 120 მუხლი აგრეგულირებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიიდან ნინო კალანდაძის, ეკა ხერხეულიძის, პეტრა ცისკარიშვილის, ლევან ბეჯაშვილის, დავით კირგიტაძის და ნუგზარ ციკლაურის ამოღების მოთხოვნით 6 იანვარს მიმართა. არსებული კანონმდებლობის თანახმად ცენტრალურ საარჩევნო კომისია უნდა შეიკრიბოს და იმსჯელოს და მიიღოს ცნობად ეს გადაწყვეტილება, ან ის ავტომატურად 3 დღის ვადაში შედის ძალაში და შესაბამისად ეს ადამიანები იქნებიან ამოღებული სიიდან. თუ ცენტრალურ საარჩევნო კომისია არ შეიკრიბება და რამდენიც ჩემს ცნობილია ეს არ იკრიბება, იმიტომ რომ არ აქვს მიმდინარე საკითხები. შესაბამისად ეს მოთხოვნა ძალაში შევა ზეგინდელი დღიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზის განაგზავს. მიხეილ ჯანელიძე თურქეთის ამბასადორ ელზე ქართველ და თურქ დიპლომატებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების ინიციატივით გამოვიდა. მან თურქეთის ელჩების მე-9 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და დიპლომატებს სიტყვით მიმართა. მინისტრის ინიციატივით ქართველ და თურქ დიპლომატებს შორის თანამშრომლობა უნდა გააქტიურდეს. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოსვლაში საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა. მისმა ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე
საშუალებას გაამახვილა. მიხეილ ჯანელიძე მკაცრად დაგმო ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტები და თურქ ხალხს მიუსამძიმრა. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით ისრაელის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 104-აბი ამოიღეს. მომბე ამ დროისთვის დასრულებულია. მე 12 საათამდე გემშვიდობებით, დროებით.